კიდევ ერთ ჰადისს გადმოგცემს عبدالله بن عمرو رضي الله عنه قال سمعت رسول الله صلى الله عليه وسلم يقول მე გავიგონე ალლაჰის შუამავალი ამბობდა خصلتان من كانتا فيه كتبه الله شاكرا صابرا ორი ხასიათი არსებობს ვისშიც ეს ორი ხასიათი იქნება ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა მას მადლიერთა და მომთმენთა შორის ჩაწერს ანუ ალლაჰის წინაშე ეს ადამიანი იქნება ხსენებული როგორც მადლიერი, როგორც მომთმენი. ومن لم تكن فيه لم يكتبه الله شاكرا ولا صابرا. ხოლო ვისშიც ეს ორი ხასიათი არ იქნება, ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა მას არც მადლიერად და არც მომთმენად არ შეაფასებს. من نظر في دينه إلى من هو فوقه فاقتدى به. ვინც რელიგიის საკითხებში უყურებს ისეთ ადამიანს, ვინც მასზე მაღლა დგას, ვინც მასზე წინ დგას, ანუ ვინც უფრო მეტი ღვთისმოშიშია, ვინც უფრო მეტად გაურბის ჰარამებს, ვინც უფრო დინით დაინტერესებულია და ასე შემდეგ, მასზე უფრო მეტად, ვინც ღვთისმსახურებებით არის დაკავებული. ამას უყურებს. იმას კი არ უყურებს, რომ ვიღაცა ჩემზე უფრო ნაკლებად რელიგიურია. ამას უყურებს, ვინც მისზე წინ არის და ამას მიყვება, ამას ბაძავს. ومن نظر في دنياه إلى من هو دونه فحمد الله على ما فضله به عليه და ასევე მეორე ხასიათი არის ის ვინც ამ ქვეყნიურ საქმეებში ანუ სიმდიდრეში, პრივილეგიაში, კარიერაში და ასე შემდეგ თანამდებობაში და ასე შემდეგ უყურებს მასზე დაბლამყოფ მასზე უფრო გაჭირვებულ ხალხს და ამის გამო ღმერთს მადლობას უხდის რაც მისთვის უწყალობებია. ანუ უყურებს რომ მე რაღაც გამაჩნია და არსებობს ხალხი, რომლებსაც ისიც არ აქვს. ალჰამდულილlah, მადლობა ღმერთს რომ ღმერთმა მე ეს მომცა, მე ეს მიწყალობა, მე ამის ღირსი გამხადა და იმ დაბალ საფეხურზე მყოფი ადამიანების მსგავსად რომ არ ვარ მე, ამისთვის ღმერთს მადლობა ვამბობს. كتبه الله شاكرا وصابرا. ასეთ ადამიანს ალლაჰი მადლიერად და მომთმენად შეაფასებს. ومن نظر في دينه إلى من هو دونه. ხოლო ვინც აკვირდება იმ ხალხს რელიგიურ საკითხებში, ვინც მასზე უფრო დაბალ საფეხურზე იმყოფება, ანუ მასზე უფრო ნაკლებად რელიგიურია. და საკუთარი თავი მოსწონს, რომ მე იმას ვჯობი ვარ. ის ჯუმადან ჯუმაზე დადის, მე დღეში 5 ჯერ ლოცულობ მაგალითად. ან ის მხოლოდ რამადანი რომ დადგება, მაშინ ლოცულობს. მე 5 ვახტს ვერ ლოცულობ, ყოველ ჯუმაზე ხომ დავდივარ და ამით საკუთარი თავს ამშვიდებს. და ასე შემდეგ სხვა დანარჩენ საკითხებშიც. ونظر في دنياه إلى من هو فوقه. და ამ ქვეყნიურ საკითხებში უყურებს იმას, ვინც მას გაასწრო, ვინც მასზე უფრო მდიდარია, თანამდებობით მაღალ პოზიციაზეა, ვინც უფრო კარგი კარიერა გაიკეთა და ასე შემდეგ, ასეთებს უყურებს. فأسف على ما فاته منه. და წუხს რომ მე რატომ არ მაქვს იმდენი. ამ შემთხვევაში რაც აქვს, იმაზე მადლობის გადახდაც ავიწყდება ამ ადამიანს. იმაზე მადლობას აღარ იხდის, რაც ღმერთმა უწყალობა. იმაზე წუხს, რაც მისთვის არ მიუწია და სხვას მისცა, რომ იმას რატომ მიცა მე არ მომცა. لم يكتبه الله شاكرا ولا صابرا. ასეთ ადამიანს ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალა არც მადლიერად და არც მომთმენად შეაფასებს, იმიტომ რომ ერთი მადლიერი არ არის იმის გამო, რაც მას ღმერთმა უწყალობა და მეორე მოთმინებას არ იჩენს იმის გამო, რა გაჭირვებას და სირთულეც ხვდა ღვთისგან წილად. ჰადის გადმოგცემს ისევ თირმიზი.